გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ტრეიდინგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც არის ფსიქოლოგია, რომელიც თამაშობს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს იმაში, რამდენად ვიქნებით ტრეიდერები, რომლებიც შეძლებენ მარკეტისგან თანხების გამომუშავებას. შეიძლება ვიცოდეთ პირობითად ტექნიკური ანალიზი, სტრუქტურა, ლიკვიდობა, გვესმოდეს რეალურად მარკეტი როგორ მუშაობს, მაგრამ თუ ფსიქოლოგიური ნაწილი არ გვაქვს მყარად, რეალურად ეს სტრატეგიები ვერ გამოვიყენებთ, ამ ცოდნას ვერ გამოვიყენებთ ვერაფერში, იმიტომ რომ ტვინი მუშაობს თავისი რეჟიმით, რომელსაც რეალურად ტრეიდინგი გარკვეული მიზეზების გამო არ უყვარს. და ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ დღეს, რა არის ძირითადი მიზეზები, რამაც შეიძლება რომ შეგვაფერხოს და ჩვენს მოგებებს გადაუსვას ხაზი და პირიქით დაგვიყვანოს წამგებიანი ტრეიდერების სიაში. პირველი ნაწილად რომ ავიღოთ, არის ის, რომ ტვინის ერთ-ერთი მთავარი დიდი ნაწილი ერთ-ერთი, რაც ყოველდღიურობაში გამოისახება, ჩვენ ამას ვაანალიზებთ თუ არ ვაანალიზებთ, ამის მიუხედავად, ეს არის რეპტილიური გონება, რეპტილიური გონების გავლენა ჩვენს ქმედებებზე, რომელსაც აქვს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რომლის მიხედვითაც შემდეგ უკვე აძლევს ბრძანებას ან ბრძანებას ემოციური კონტროლის გონებას, რომელი ემოციური კონტროლის გონებაც შემდეგ უკვე თავისებურად გვმართავს. ძირითადი ამ რეპტილიური გონების არის გადარჩენა, უსაფრთხოდ რომ იყო, გადარჩე ეს, ერთ-ერთი პირველი მთავარი ფუნქცია არის რესურსების მოძიება, მაგალითად, როცა ქშია, პირობითად იფიქრო იმაზე, რომ უნდა მოიპოვო ეს საჭმელი, წახვიდე საჭმელი გაიმზადო, ან თუ არ გაქვს გახვიდე ქნა რამე რომ საჭმელი მოიმზადო, რომ დაიკმაყოფილო ეს გადარჩენის სურვილი, ეს გადარჩენასთან არის ასოცირებული. აქვს გამრავლების და სიამონების მიღების ფუნქცია, როდესაც უკვე კმაყოფილია და რაღაც ეშინია და გუჭიც პირობითად ნაკვებია და გადარჩენაზე ფიქრი აღარ უწევს, შემდეგ უკვე ფიქრობს გამრავლებაზე და სიამონებაზე. და ასევე ერთ-ერთი არის ტერიტორიის დაცვა, ესეც უფრო გადარჩენისკენ მიდის, იმისთვის კიდე ტერიტორიის დაცვა, რომ რეალურად უსაფრთხოდ იყო, კომფორტი შეიქმნა და გადარჩე რეალურად. ბოლოს მაინც ამასთან მივდივართ. რეალურად ჩვენი ტვინი მარკეტში არსებულ მდგომარეობას აღიქვავს ძირითად შემთხვევაში საფრთხედ, იმიტომ რომ მარკეტი არის გაურკვევლობა რეალურად. არ უყვარს ამ რეპტილიურ ტვინს ეს გაურკვევლობა, იმიტომ რომ ძველ დროში რეალურად, როდესაც შუბებით იყვნენ და ცხოველებზე ნადირობდნენ, გაურკვევლობა სიცოცხლისთან, სარისკო სიტუაციასთან იყო უფრო დაკავშირებული და ამიტომ, როდესაც რაიმე გაურკვევლობაში ვართ, ან რაღაცა არ იცის ტვინმა და პასუხს ვერ პოულობს, ჩნდება გარკვეული ემოციები, რაც არის საფრთხით გამოწვეული, ეს არის შიში, თვით გადარჩენის ემოციები მოდის უფრო მეტად, შეიძლება ამას მომენტში იმდენად არ ვიაზრებდეთ, ან არ გქონდეს ეს ჩვენი ტვინი ასე გავარჯიშებული, რომ ამ ემოციების დანახვა შეგვეძლოს და მათ წინააღმდეგ შემდეგ უკვე გარკვეული ბერკეტების ამუშავება, თუმცა ყოველდღიურობაში ეს მუშაობს, ძირითად შემთხვევაში ეს არის ჩვენ სასიკეთოდ მუშაობს ეს ყველაფერი, თუმცა ტრეიდინგში რეალურად ვერ ხდება ტვინი, მაგალითად, შენ ამ მომენტში ნამდვილად გადარჩენისთვის იბრძვი და იქ რაღაცა ცხოველი მოდის შენ წინააღმდეგ, ან ვინმე დანით მოდის შენ წინააღმდეგ. რეალურად ვერ ხდება ამას ტვინი, მარკეტში, როდესაც არის გაურკვევლობა, ამას აღიქვავს პოტენციურ საფრთხედ, რომელიც საფრთხეც შემდეგ უკვე ჩვენს ტვინს აძლევს, ან ემოციებს აძლევს შემდეგ ეს ბრძანებას, რომ იქ გამოვლინდეს შიში, რომელმაც შიშმას შემდეგ უკვე ჩვენს ქმედებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. ამიტომ პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერზე გქონდეს ინფორმაცია.
მაგალითის დონეზე რომ ავიღოთ, მაგალითად თუ ქონიათ მაგალითად შემთხვევა, ანუ სადღაც სხვა ქალაქში ხარ, ან სხვა ქვეყანაში წახვედი პირობითად მივლინებით და ზუსტად არც შენი მისამართი იცი, ან რაღაც ჩაწერილი გაქვს, რომ მისამართი იცი, რაღაც მისამართზე უნდა მიხვიდე იქ დაისვენო, ან რაღაც საქმე გაქვს გასასვლელი ხარ რაღაც კონკრეტულ მისამართზე უნდა მიხვიდე, მზარ იცი როგორ შეიძლება რომ გადაადგილდე, რომელი ავტობუსი გჭირდება პირობითად, ან იმ მომენტში ზუსტად სად ხარ. მე ხარ უფრო გამარტივებული, ან Google-ში შეხვალ გადაამოწმებ, რომ მარტივია და ეს გაურკვევლობის შეგრძნება თუ ის იმდენად აღარ ექნება, რომ სადა ვარ და ხო არ დავიკარგე და ეს პანიკური გადარჩენის ინსტინქტები არ ჩაირთვება, იმიტომ რომ მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ, უბრალოდ Google Maps გავხსნით. მაგრამ რეალურად ეს რომ არ იყოს, არ გვაქვს ტელეფონი მაგალითად, არ ვიცით რეალურად რომელი ავტობუსი გჭირდება, ტაქსისაც შეიძლება წახვიდე, მაგრამ უბრალოდ მაგალითის დონეზე რომ ვისაუბროთ, არ იცი რომელი ავტობუსით უნდა წახვიდე მაგალითად, რომელი გჭირდება, სად ხარ ამ მომენტში ზუსტად, შენი სახლი მაგალითად სადაც უნდა მიხვიდე ადგილსამყოფელი, რა მიმართულებით არის იმ მომენტში არ იცი ზუსტად. ანუ გაურკვევლობაში ხარ რეალურად, რა გაურკვევლობაც იწვევს შფოთს და ეს შფოთი მოდის ამ რეპტილიური ტვინიდან. რეალურად ეს რეპტილიური ტვინი განაგებს ამას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ სასიკეთოდ მუშაობს ეს ყველაფერი. მაგალითად, სადმე ქუჩაში ხარ, სიბნელეში, ისე ეს უცხო ქალაქი რომ ავიღოთ, რაღაც ქუჩაზე მოხვდი, სადაც ღამეა, არანაირი განათება არ არის. ვერ იკვლე სად ხარ რეალურად, გასასვლელი ზუსტად სად არის და ამ დროს ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებული გაქვს, შენი ორგანიზმი ისე გადაეწყობა რეალურად ამ რეპტილიური გონების გამო, რომ ყველანაირ ხმაურს, ნებისმიერ ხმას, ნებისმიერ მოძრაობას უფრო გაფაციცებით აკვირდები, უფრო ყურადღებით ხარ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ პოტენციურ საფრთხეს ელოდება, ან გაურკვევლობაშია ეს ტვინი და პოტენციურ საფრთხეს რადგან ელოდება, ყველა ის ფაქტორი, რაც კი შეუძლია რომ გაააქტიუროს, ეს მხედველობა, სმენა, ნებისმიერი რაც კი შეიძლება რომ გამოგადგეს, ყველაფერს მაქსიმალურად ააქტიურებს იმისთვის რომ გადარჩე. რეალურად ეს არის რეპტილიური ტვინის მთავარი დანიშნულება. ამ შემთხვევაში მარკეტთან როდესაც მივდივართ, მარკეტის შემთხვევაში რეალურად წინა გაკვეთილებზეც ვისაუბრეთ, მარკეტი არის სრული ქაოსი, მარკეტი არის გაურკვევლობა. 100%-ით გადაწყვეტილი მარკეტში არ არის არაფერი. ამიტომ სტრატეგია, როდესაც გვაქვს, ეს კარგია, სტრატეგიით შეიძლება რომ შეხვიდე ტრეიდში, მაგალითად აიღო ტრეიდი, მაგრამ უშუალოდ ტრეიდს უკვე რომ აიღებ, სანამ აიღებ ტრეიდს, ამასაც გარკვეული ფსიქოლოგიური მახეები აქვს, ამაზეც ვისაუბრებთ. მაგრამ უკვე უშუალოდ ტრეიდში რომ ხარ, იქ უკვე განსაკუთრებით ძლიერად ერთვება ეს გადარჩენის ინსტინქტი ამ რეპტილიური გონების, იმიტომ რომ პოტენციურად გრძნობს, რომ შეიძლება იქ ტკივილი განიცადო იმ კუთხით, ან შეიძლება არ ჩაგარტყას რაღაცა, მაგრამ დაკარგვის ტკივილი განიცადო, მაგალითად ეს ფსონი, ფული, რაც გაქვს დადებული ამ კონკრეტულ ტრეიდზე, შეიძლება რომ მაგალითად შენ სასიკეთოდ რომ მიდის, უცებ შემოbrunდეს და გაგაჩეროს და ეს ტკივილი განიცადოს. ანუ ეს ტკივილის არ მოსწონს, მოკლედ. არ უნდა რომ ემოციური ტკივილი განიცადო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობს რომ ამ ყველაფრისგან შეგაჩეროს, ანუ გებრძვის რეალურად შენვე იმისთვის რომ რაღაც კუთხით დაგიცვას, ასე ვთქვათ. თუმცა ამ შემთხვევაში არ გვადგება ეს ტრეიდინგში, იმიტომ რომ პოზიციას რომელსაც ხსნით იმიტომ რომ ჩვენს სტრატეგიაზეა დამყარებული და არა რაღაც ემოციებზე და ნებისმიერი მარკეტის მოძრაობის გამო არ უნდა შევიცვალოთ ეს პოზიცია. და რასაც თავიდანვე სანამ ტრეიდში შევალთ, გავაანალიზებთ, ვიფიქრებთ და შევალთ ტრეიდში, ისე უნდა დავტოვოთ, როგორც არის. სანამ არ მივალთ ისეთ ცოდნამდე, რომ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც იქნება არა ემოციებზე დამყარებული, არამედ სტრუქტურაზე და ცოდნაზე დამყარებული, რაღაც მიზეზების გამო დავხუროთ ნაადრევად.
ძირითადად გამოვლინება ამას აქვს სხვადასხვა ფორმით, ძირითადად ეს არის ხოლმე შიში. შიში არის რამდენიმე ფაქტორისგან შეიძლება შედგებოდეს ეს შიში. ყველა სხვადასხვანაირად აწუხებს ეს. ყველა ინდივიდუალურები ვართ, შეიძლება ვიღაცაში შიში გამოიშხავდეს სხვანაირად, რაღაც კონკრეტულ ზეს, ვიღაცაში შიშის გამოიშხავდეს აბსოლუტურად სხვანაირად. მაგრამ ძირითადი არის რამდენიმე, არის შიში, რომ მაგალითად პოზიციაში, აი ახლავე თუ არ შეხვედი, მაგალითად შენ შეიძლება წავიდეს შენ გარეშე პოზიცია იმ მიმართულებით, რომელიც ნაფიქრი გაქვს, რომ უნდა წავიდეს, ანუ მართალი იყო რეალურად და წავიდეს შენ გარეშე. მაგრამ გაჩქარებს, რომ აი ახლავე თუ არ შეხვედი, შიშია, ახლავე თუ არ შეხვედი, შენ გარეშე წავა და ამ მოგებას დაკარგავ რეალურად. ამის ფონზე შეიძლება აიღო ისეთი ტრეიდი, რომელიც არ იქნება სისტემური და ასეთი ტრეიდს მით უმეტეს თუ წააგებ და შენსაც იქით არ წამოა, ძლიერ დარტყმას აყენებს ფსიქოლოგიას. არის შიში იმის, რომ აი პოზიციაში რომ უკვე შეხვალ, რაზეც ვისაუბრეთ, მიდის შენ სასიკეთოდ და როგორც კი მაგალითად ერთი სანთელი შემოტრიალდება შენს წინააღმდეგ, ეგრევე ფიქრი მოდის, რომ მოდი დავხურავ ახლავე ტრეიდს, რომ არ წამოვიდეს ჩემი სტოპისკენ და არ გამაჩეროს ტრეიდმა, ეს რაც რა მოგებაშიც ვარ, ესეც არ დავკარგო. და მოდი ახლავე გავიდეთ ტრეიდიდან, სანამ ყველაფერი დაგვიკარგია. მეორე შიში არის ეს. ესეც ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ მაგალითად ემოციებმა სწორი იყოს და ისეთ დროს გამოგიყვანოს პოზიციიდან, რომ მართლა შემოbrunდეს მარკეტი შენი სტოპისკენ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ემოცია უბრალოდ ემოციაა და მარკეტთან კავშირი, სინამდვილესთან კავშირი არ აქვს და შეიძლება მალე დახურო ბევრჯერ პოზიციები, რადგან 100%-ით მოგებაში არ ვართ მარკეტში და ბევრ პოზიციები შეიძლება წავაგოთ კიდეც, ბოლო ჯამში ის პოზიციები, რომლებსაც უფრო მეტი თანხა უნდა მოეგო, ვერ მოიგებს იმ თანხას და ან ბოლო ჯამში ვიქნებით წაგებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე სტრატეგია რაც გვაქვს, იმ სტრატეგიას ბოლომდე მივყვეთ და რა გვეხმარება ამ ყველაფერში, ამასაც გეტყვით. არის კიდევ ასეთი შიში მაგალითად, რომ პირობითად შიშიც არ არის, ეს უფრო შურის ძიება არის. ამ შემთხვევაში, როდესაც ძირითადად იწვევს ხოლმე ამას ის, რომ გადაწყვეტით, ვიცით, რომ ეს 100%-ით გადაწყვეტილად, რომ არ უნდა ვიცოდეთ არაფერი და ყველაფერი ალბათობაა, ეს გვეხმარება ამაში. გონია, რომ მაგალითად რაღაც პოზიციაში რომ შევდივარ, ესე უნდა წავიდეს რა, რეალურია, ესე უნდა იყოს და ამ დროს შემოტრიალდება მარკეტი, გაგვაჩერებს, ან პატარათი ასწდება ჩვენ სტოპს და შემდეგ იქით წავა, რაც იწვევს შემდეგ აგრესიას. მინდა რომ ეს აგრესია და ის წაგების ტკივილი მაშინვე შემოვატრიალოთ და ეს პული დავიბრუნოთ უკან, რაც წავაგეთ მარკეტის გამო და შეიძლება შევიდეთ მაშინვე ისეთ პოზიციაზე მალევე, ისეთ პოზიციაზე, რომელიც სისტემური არ არის, ჩვენს გეგმასთან არ აქვს კავშირი და უბრალოდ ემოციების გამო ვიფიქროთ, რომ ესე მოხდება სავარაუდოდ, შევიდეთ ტრეიდში, რამაც შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და რამდენიმე ტრეიდი წავაგოთ ასე ემოციებზე მიყოლით. რაც არის ბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტალისტვის ძალიან ცუდი. ამიტომ ესეც როგორც კი ტრეიდს წავაგებთ, მაშინვე ახალი ტრეიდი არ უნდა გავხსნათ. რაღაც პერიოდი უნდა ავიღოთ, 9 საათი, 15 წუთი, ინდივიდუალური არის ყველასთვის, ვინ როგორ გადახარშავს ამას, ამდენად სწრაფად. მონიტორს მოვშორდეთ საერთოდ, ან ჩარტს მოვშორდეთ, გავიდეთ, ან რაც ვივარჯიშოთ, ან რაიმე გავაკეთოთ სხვა, ან საჭმელი ვჭამოთ, რაღაცა გავაკეთოთ სხვა, ან გავისეირნოთ პირობითად, რომ ტვინი განიმუხტოს ემოციებისგან, დავცალოთ და შემდეგ უკვე საღი გონებით დავუბრუნდეთ ისევ სამუშაოდ. და არა აფექტის მდგომარეობაში. ეს არის ძირითადი 3 შიში, რამაც შეიძლება შეგვაფერხოს. ძირითადად ჩემზე კონკრეტულად, ანუ ყველაზე სხვადასხვანაირად გამოიხატება, ჩემზე ძირითადად მოქმედებდა
შიში რომ გამასწრებს პოზიცია. ანუ სულ მქონდა, ეხლა აღარ მქონდას, მაგრამ სულ მქონდა ეს ფიქრი, რომ აი ახლავე თუ არ შევედი ტრეიდში, გამასწრებს და დავკარგე მთელი ეს პოზიცია და რეალურად ხშირად იყო ხოლმე რომ არ იყო ეს ასე და ემოციური ფონის გამო, სანამ ამ ყველაფერს გავიაზრებდი, მაგის გამო წამიგია ტრეიდები. თუმცა მე უკვე ეს ყველაფერი მოგვარებადია და ამისთვის არის საჭირო ტრეიდერის ჟურნალის ქონა. რას გულისხმობს იმას, რომ ყველა ტრეიდის წინ შეიძლება ჩაინიშნო შენი პოზიციები, მაგალითად რა პოზიციაში შედიხარ, რა არის ამის მიზეზი, სანამ შეხვიდოდი პოზიციაში შენ თავს კითხო ემოციური ფონი ამ მომენტში როგორი გაქვს, ანუ რატომ შედიხარ ამ პოზიციაში ემოციების გამო თუ შენი გეგმის გამო, როგორც უნდა შედიოდე. შემდეგ უკვე თუ მაგალითად ეს პოზიცია არ მოიგო, წააგო, არ აქვს ამის არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, თუ წააგო მაგალითად და მაშინვე მოგინდა ახალი ტრეიდის გახსნა, კითხო აუცილებლად შენ თავს რატომ ხსნი ამ პოზიციას. ანუ ყველა ტრეიდის წინ ჯობია საკუთარ თავს კითხო, რატომ ხსნი ამ პოზიციას და როდესაც პოზიციაში ხარ უკვე გახსნილი გაქვს პოზიცია. შემდეგ უკვე დააკვირდე შენ ფიქრებს, რა ფიქრები მოგდის, მაგალითად მოგინდა რომ დახურო პოზიცია, რატომ გინდება ამ პოზიციის დახურვა, რაზეა ეს დაფუძნებული და საკუთარი თავის ანალიზი არის ეს ყველაფერი, ანუ სხვა ვერ გეტყვის ვერავინ, რეალურად შენ ტვინში რა ხდება. ამისთვის არის ეს ჟურნალი, რომ როგორც კი ამ ფიქრს დაიჭერ შენ თავში ამ ემოციებს და საიდან მოდის და რატომ მოდის, ეს ყველაფერი საჭირო არის რომ ჩაიწერო. რომ დროთა განმავლობაში საკუთარი თავი შეიცნო. საკუთარ თავს რომ შეიცნობ და უკვე მოლოდინი რომ გაქვს იმის თუ რა შეიძლება დაგემართოს აი ამ დროს, მაგალითად რა ემოციები შეიძლება დაგეუფლოს აი ამ დროს, მაგალითად უკვე იცი რომ მაგალითად ამ დროს ეს ემოცია რომ მეუფლება, ნორმალურია, ვიცი რომ რატოც ხდება ეს, მაგრამ ყურადღებას არ მიაქცევ ემოციას და შენი სტრატეგიის მიხედვით იმოქმედებ. იმიტომ რომ უკვე იცი როგორ მუშაობს ეს შენი ემოციები და როგორ გავლენას ახდენს შენზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეს შიში არ არის, ეს უფრო თავდაჯერებულებასთან არის. მნიშვნელოვანი არის რამდენიმე მოგებული პოზიციის შემდეგ არსებული ფსიქოლოგია. არის შემთხვევები, რომ შეიძლება 5, 6, 7, 10 ტრეიდი წავიდეს ისე ზუსტად როგორც ჩვენ გვინდა. ყველა ტრეიდში მოგებაში ვიყოთ, ყველაფერი მიდიოდეს ისე როგორც ჩვენ გვინდა. და ეს გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, 10 დღე მაგალითად. 10 დღე ყველა დღე შევდივართ ტრეიდში, ყველა პოზიციას ვიგებთ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ არის, რაც იწვევს შემდეგ უკვე ზედმეტ თავდაჯერებულობას. ანუ ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე ადამიანს გონია რომ მარკეტი მის მხარეზეა, რეალურად ყველა პოზიციას მოიგებს, სულ ყოველთვის მართალია მარკეტთან მიმართებაში, არ წააგებს საერთოდ, რაც ბოლო ჯამში, რასაც მივყავართ იმასთან, რომ ეს revenge trading-ი რაც არის, რომ მაგალითად, როდესაც წააგებ პოზიციას, მაშინვე გინდება რომ ახალი პოზიცია გახსნა, ხშირად მივყავართ ხოლმე ამასთან. იმიტომ რომ როდესაც ეს თავდაჯერებულება უკვე ძალიან მაღალ დონეზე ადის და გონია რომ რაღაც მეფე ხარ, შენია ჩარტი, მარკეტს შენ აკონტროლებ, როგორც საითაც შედიხარ, იქით მიდის. უკვე თავდაჯერებული რო ხარ და რომ გაგაჩერებს შემდეგ მარკეტი. ეს უკვე ფსიქოლოგიაზე გირტყავს მაგრად და უკვე შეიძლება გაფიქრებინოს, ბევრი რამ შეიძლება ნეგატიური გაფიქრებინოს. ამიტომ ეს ამაზეც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს არ დაგვემართოს. შენზეც როდესაც არასწორი იქნები, შეიძლება ვფიქრო, რაღაც შეიმბრალი იყო, რაღაც არასწორად გავაკეთე, მაგრამ არაუშავს, კიდე გახსნა ტრეიდი, კიდე გახსნა, გეგონოს რომ მაგალითად შენ სასიკეთოდ წავა ყველაფერი, ან წამგებიან ტრეიდებს ამატო და ამატო, სანამ ისეთ წერტილამდე არა ვარ პოზიციის 20%, 25%-ს კარგავ, იმიტომ რომ გეგონოს რომ სულ მართალი ხარ და ბოლოს სერიოზული ზარალი განიცადო მაგის გამო. ამიტომ ამაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ აუცილებლად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რომ ავირიდოთ ეს დანაკარგები თავიდან. როგორც ვისაუბრეთ, ამ ყველაფერს აგვარებს
ჟურნალი, ტრეიდერის ჟურნალი, ეს ყველა ფიქრი, რაც კი მოგდის ტრეიდის გახსნიდან, ან ტრეიდის გახსნამდე, რომ დავჯდებით და უკვე რომ დავიწყებთ ანალიზს, ყველა ფიქრი, რაც კი მოგდის, საჭირო არის რომ ჩავინიშნოთ. გქონდეს ამაზე data, გქონდეს ამაზე ინფორმაცია თუ რა ემოციებს განვიცდით, რატომ ხდება ეს, როგორ ხდება ეს, როგორ იჩენს ეს ყველაფერი თავს შემდეგ ჩვენში და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე ვიყოთ ამაზე ყურადღებით, ვიცოდეთ რა იწვევს ამ ყველაფერს და მაგის პრევენციისთვის უკვე მივიღოთ შემდეგ ზუსტი ზომები. მაგალითად, შევქმნათ ისეთი სტრატეგია, რომელშიც რეალურად უკვე განსაზღვრული იქნება თავიდანვე სად უნდა იყოს სტოპი, სად უნდა შევიდე კონკრეტულად რომელ სანთელზე უნდა შევიდე, ჩემი სტრატეგიის მიხედვით, რომ იქ ეჭვებში არ ჩავვარდე და მალე შესვლა არ მომინდეს და სად უნდა ავიღო პროფიტი მიუხედავად იმისა, მარკეტი შემდეგ გააგრძელებს ჩემ გარეშე წასვლას თუ აღარ გააგრძელებს. ანუ ეს ყველაფერი უნდა გქონდეს დალაგებული თავიდანვე, რომ შემდეგ ამ დამატებით ემოციებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს. თუ ერთ-ერთი ფაქტორი მაინც არის ამოვარდნილი აქედან, შემდეგ უკვე გაურკვევლობაში ვვარდებით ისევ, ეს გაურკვევლობა ისევ ამ ჯაჭვს იწვევს ფსიქოლოგიურს, რომელიც იწვევს შემდეგ შიშებს, მოდი დავხურავ პოზიციებს, მოდი ცოტა ხანიც გავაჩერებ, ანუ გაურკვევლად ხარ, არ იცი ზუსტად რა იქნება, ამიტომ ჯობია რომ ყველაფერი იყოს სისტემატიზირებული. რა სისტემა, სტრატეგიაც გექნება, ზუსტად იმას მიყვე, ზუსტად ისე გააკეთო ყველაფერი და ეს სტრატეგია, რა თქმა უნდა გქონდეს, ამ სტრატეგიაზე უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, data შეგროვებული ასობით ტრეიდის მაგალითად, ლაივში არა, შეიძლება ეს უბრალოდ ჩარტზე გააკეთო, ლაივის გარეშე, ან ფსონის გარეშე, თანხის გარეშე. გადაამოწმო, რამდენად კარგად მუშაობს ეს სტრატეგია. ბოლო ჯამში მოგებაში გაყავხარ თუ არ გაყავხარ მოგებაში, მაგალითად 50%-იანი მოგების შანსი აქვს პირობითად 200 ტრეიდზე რომ გატესტავ, აქედან ძირითადად 1-2-თან მიმართებაში იღებ ტრეიდებს, ანუ 1-ს თუ რისკავ, 2 უნდა მოიგო. ამ შემთხვევაში ზუსტად ამგვარად არის საჭირო შემდეგ რომ შეასრულო ეს ტრეიდები, 1-2-თან მიმართებაში აიღო, რომ საბოლოო ჯამში გახვიდე პლუსში. და არა ემოციებზე დავყრდნობით. თუ აქედან მაგალითად ამ სტრატეგიას გადაუხვევ ერთხელ ან ორჯერ მაინც, უკვე იმ შედეგს ვეღარ დადებ, რა შედეგიც წესით უნდა დაგედო. ან შეიძლება უკვე გახდეს ეს ყველაფერი წამგებიანი. ამიტომ ფსიქოლოგიას აქვს ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში და დისციპლინა არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. დისციპლინა არის საჭირო იმისთვის, რომ ყოველდღიურად შეგეძლოს ამ ერთი და იგივე რაღაც კუთხით რუტინული გეგმის მიყოლა. არ შეხვიდე მანამდე, ანუ შენ გეგმა სანამ არ მოვა სისრულეში, ჩარტზე, სანამ არ დაინახავ ზუსტად იმას, რასაც შენი გეგმა ითვალისწინებს, მანამდე არც ერთი ტრეიდი არ აიღო. არანაირ ტრეიდში არ შეხვიდე და გქონდეს ამის დისციპლინა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ტრეიდები აიღო, რომელიც არის შენი სისტემის მიხედვით. სხვა შემთხვევაში ის სისტემა, რაც გაქვს შექმნილი, ბოლო ჯამში მომგებიანი ვეღარ იქნება, იმიტომ რომ სხვა ტრეიდებსაც აიღებ, რომელიც გეგმაში საერთოდ არ არის და ბოლო ჯამში იქნები წამგებიანი ტრეიდერი. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გამომდინარე აქედან, რომ შევაჯამოთ რეალურად სტრატეგიის მერე, მთავარი ბრძოლა რეალურად გაქვს მარკეტის ამოცნობასთან, არამედ შენ თავთან. შენივე ტვინი გებრძვის, ამ შემთხვევაში რომელიც წესით შენი დაცვა უნდა, მაგრამ ტრეიდინგში გებრძვის შენ თვითონ და იმისთვის რომ ეს ყველაფერი არ დაგემართოს, საჭირო არის რომ იქონია ჟურნალი, სადაც აღწერ შენ ემოციებს, დააკვირდები და ამ ემოციების წინ ასე ვთქვათ, შენზე გავლენა რომ არ მოახდინოს ამ ემოციებმა, მიიღებ ზომებს შენი სტრატეგიებით და ყველაფერი გექნება ისე გაწერილი, რომ გაურკვევლობაში საერთოდ არ მოხვდე. გაურკვევლობა არ უნდა იყოს ტრეიდინგში, მაქსიმალურად გამორიცხო ეს ყველაფერი, მაქსიმალურად სიმარტივე იყოს, რომ ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შემდეგ უკვე გავლენა არ მოახდინოს.
ამ ყველაფერს ახლა გეუბნებით, მაგრამ ძირითადად ამ შეცდომებს დაუშვებს სავარაუდოდ ყველა, ოღონდ თავარი არის რომ თანხებთან არ იყოს ეს დაკავშირებული, ან დიდ თანხებთან არ იყოს დაკავშირებული და ყველაფერი შეისწავლოთ უფასოდ, trading view-ზე უბრალოდ chart-ზე და შემდეგ უკვე თუ გადახვალთ live trade-ზე, trade-ები აიღოთ მცირე თანხით, სანამ არ ისწავლით ყველაფერს და სანამ არ ისწავლით ემოციების გაკონტროლებას კარგად. $1 მაგალითად, ან 50 ცენტით, ან რაც შეიძლება დაბალ ფასად გახსნათ პოზიციები, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გქონდეთ, სანამ კარგად არ აითვისებთ ყველაფერს. ამასთან ერთად დავამატებ, რომ ეს ყველაფერი მოიცავს დიდ დროს და დიდ ძალისხმევას, საკუთარი თავის შეცნობას, რაზეც ვლაპარაკობთ, ამ ჟურნალის წარმოებას, სტრატეგიების სწავლას, ამ ყველაფრის გაანალიზებას და შემდეგ უკვე ამ ყველაფრიდან გამომდინარე სტრატეგიების შემუშავებას სჭირდება დრო და ნერვები და დისციპლინა. ამიტომ იქნება მომენტები აუცილებლად, როდესაც შეიძლება იფიქრო, რომ გარე ფაქტორებიდანაც შეიძლება იყოს ეს გამოწვეული, რომ იდეალური ცხოვრება არავის არ აქვს, ყველას აქვს რაღაც პრობლემები. ეს პრობლემების თავისებურად იჩენს თავს, დამატებით ეს ტრეიდინგი შეიძლება დაემატოს, იქ რამდენიმე პოზიცია ზედიზედ წააგო, რაღაც 5 პოზიცია წააგო და შეიძლება ფიქრში, ისეთ ფიქრში იყო უკვე, რომ აღარ გინდა აღარაფერი, მოდი არც ეს ტრეიდინგი მინდა, უნდა გავეშვა საერთოდ ყველაფერს ცოტა ხანი. ეს ყველაფერი, როდესაც დადგება ეს მომენტი და წესით ყველა ტრეიდერის სანამ ისწავლის ყველაფერს კარგად, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებს, წესით ყველა ტრეიდერის ამ თავგადასავალში მოდის ხოლმე ეს მომენტი. ამიტომ დამატებით, რადგან დროც სჭირდება, დავალება და რომ მოგცეთ, ვინც სერიოზულად არის განწყობილი ამ ყველაფერზე, რომ დაახლოებით 1 საათი მაინც ან რა დროს დაგჭირდებათ, დაჯდეთ და იფიქროთ იმაზე, თუ რატომ გინდა ტრეიდინგი, ანუ საერთოდ რატომ იწყებ ამ ტრეიდინგს. რა არის ამის უკან? ტრეიდინგს იწყებ უბრალოდ რაღაცა მოგწონს უბრალოდ და როგორც კი აღარ მოგეწონება, დაანებებ თავს თუ რაიმე უფრო ძლიერი დგა ამის უკან. რაიმე წარმატების მიღწევა გინდა ამ ტრეიდინგით? მაინც და მაინც ტრეიდინგით რატომ მაგალითად? ან რა სახის წარმატების მიღწევა გინდა მაგალითად? რისთვის აკეთებ ამას? იმისთვის რომ რაღაც კომფორტული ცხოვრება გქონდეს? იმისთვის რომ მაგალითად შენი ოჯახი უზრუნველყო? შენი გარშემოყოფები იყვნენ კარგად? იმიტომ რომ ფინანსურად კარგად იქნები? თუ რა გამოძრავებს, უბრალოდ თავისუფლება გინდა რომ 9-დან 5-მდე ან 9-დან 6-მდე არ იმუშაო და თავისუფლად იყო და რაც გინდა ისაკეთო, რა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან? ამაზე პასუხი მარტო გექნება შენ თვითონ. დაჯექი შენ თავთან, ჩაუღრმავდი ამ წარმატების მიღწევას, საერთოდ ვაფშე რატო გინდა? რატო ფიქრობ რომ მაგალითად ტრეიდინგი ამაში დაგეხმარება და ამას რომ დაიჭერს საკუთარ თავში, რატომ აკეთებ ამას? რისთვის გინდა? ვინმეს გინდა რამე დაუმტკიცო თუ მაგალითად თავისუფლებისთვის იბრძვი თუ რისთვის გინდა ეს წარმატება? ამას რომ იპოვი შენ თავში. შენ მიზანს რომ იპოვი. მინდა რომ ეს ჩაიწერო, ანუ დაწერო რვეულზე, რომელიც მუდმივად ახლოში გექნება, დაწერო ეს ყველაფერი, რატომ აკეთებ ამას, ვისთვის აკეთებ მაგალითად ამას? და გქონდეს ეს ყოველთვის შეხსენება. რატომ დაიწყე, რატომ აგრძელებ და რატომ გააგრძელებ კიდევ. რა არის შენი მთავარი მიზანი და მიზეზი იმის, რომ მაგალითად ამ ფსიქოლოგიურ სტრესებს განიცდი, ამ დროს ახმარ ამ ტრეიდინგს, რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი, რატომ აკეთებ ამას, ამის შეხსენება რომ გქონდეს ყოველთვის. ეს დაგეხმარება იმისთვის რომ თუ წაიქცევი, ფეხზე წამოდგე, რომ გქონდეს ის მიზანი, რაც გამოძრავებს და რაც სიცოცხლეს რაც გაძლევს. და იმ ჟინს რომ განვითარდე და შენიანებისთვის რაღაცა შექმნე. კარგი, დღეისათვის საკმარისია.
ეს არის ფსიქოლოგია. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. ეს დავალებაც გაითვალისწინეთ, თქვენთვის ვიაუკეთესი, მომავალში გამოგადგება. არ დაგავიწყდეს გვერდის დალაიქება და გამოწერა. აბა კარგად.